4 თვეა ევროპელ ჟურნალისტებთან ერთად ვიკვლევთ სანქციებისგან თავის არიდების ამ სქემას. რუსეთში არყის ხე მილიონობით ჰექტარ ტერიტორიაზე ხარობს და რუსული ეკონომიკისთვის მისი გაყიდვიდან ყოველწლიურად მიღებული თანხა დაახლოებით $9 მილიარდ აღწევს. 2021 წელს ევროკავშირმა რუსეთს არყის ხის მასალის შეტანაზე შეზღუდვა დაუწესა და დამატებითი გადასახადი დააკისრა. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპულ ბაზარზე რუსეთიდან ხე-ტყის ნედლეულის შეტანა აიკრძალა. ამ დროს საქმეში ჩაერთვნენ მესამე ქვეყნები, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა თურქეთმა და ყაზახეთმა. 2022-25 წლებში ევროპაში 210 მილიონი ევროს ღირებულების არყის ხის ფანერა გაიტანეს. იქამდე ევროპასთან ამ პროდუქტით საერთოდ არ ვაჭრობდნენ. ევროკომისიამ თურქეთისა და ყაზახეთის სქემა გაშიფრა და 2024 წლის მაისიდან ამ ორმა ქვეყანამ არყის ხის ფანერის ექსპორტი შეამცირა.